რას ნიშნავს იზოლირებული ქართული ოცნება იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელში იხვეწებოდა ირაკლი კობახიძე ჩასვლას და სტუბრობას, ჩვენ დღეს ვხედავთ მას თურქმენეთში ჩასულს. მოგესალმებით, მადლობისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ეს ამ ხალხს არ ჩაესვლება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, თითქმის არც ერთში. და იძულებული არიან იმისთვის, რომ ვიღაცამ ხელი ჩამოართვას, სხვა ქვეყანას ეწვიონ, მათ შორის სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებსაც კი და მათ შორის ახლოს ამეზობლოში ჩვენთან იგივე აზერბაიჯანში უკვე სათვალავი ამერია რამდენჯერ იყვნენ ჩასულები და დადიან შუა აზიის ქვეყნებში, სადაც მოკლედ იმ ქვეყნებში რბილად რომ თქვა, ბევრი მათგანი უბრალოდ რბილად რომ თქვა ძალიან არადემოკრატიულია. ამ ქვეყნებში მათ ჯერ კიდევ არ თმევენ ხელს და ამიტომ საკუთარი რაღაცა ის რომ ეგორო და ბუსტონ და რომ თავის ამორჩევლებს ანახონ რომ აი ლეგიტიმური ვართ და ჩვენ ხო გვაღიარებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამისთვის დადიან მათ შორის შუა აზიის ქვეყნებში რომ ხელი ჩამოართვან და მერე სხვადასხვა პროპაგანდისტულ საინფორმაციო გამოშვებებში ανახონ როგორ დგას რომელიღაც შუა აზიური ქვეყნის ლიდერთან ბატონი კობახიძე ან ვინმე სხვა ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენელი. ეს არის და ეს თორე ხა იქ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რო არიღებენ, რა თქმა უნდა, ყველას გესმის. რაც შეეხება დანიას, ვიცით რომ ეს მინისტერიალი ამ მინისტერიალზე მთავარი სასაუბრო თემა არის ევროკავშირის გაფართოება, მათ შორის მიწვეულია უკრაინა, მოლდოვა, ასევე თურქეთიც. რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ასეთი ტიპის მნიშვნელობის მინისტერიალზე აღარ გვიწვევენ, ეს რისი დემონსტრირება, როგორ უნდა გაიგონ მათ შორის ეს ფაქტიც ქართული ოცნების ამომრჩევლებმა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მთავრობის პირობებში არანაირი ევროკავშირი, ამ მთავრობის პირობებში არანაირი ევროკავშირი საქართველოში არ იქნება. მათ შორის 2030 წელს, როცა ერთ-ერთი ბოლო თუ არა ბოლო გაფართოება იქნება ევროკავშირის, ჩვენ ამ გაფართოებაში სამწუხაროდ ვერ მოხვდებით იმ პირობებში, თუ აქ იქნება ქართული ოცნება. და ეს იმის ბრალი კი არა, რომ ვიღაცას დანიაში ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში ასურს საქართველოსთან ურთიერთობა. ეს ხდება იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების დასაზიანებლად, მათ შორის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერი იყო, ხო? 28 ნოემბრის გამოსვლა იყო ერთ-ერთი ტრიგერი, არა მარტო იმისი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა აღშფოთებული, არამედ იმისი, რომ ევროპაში ეს გაიგეს აბსოლუტურად დანის საგარეოს განცხადებაშიც ეს არგუმენტი იყო. ზუსტად ამაზე საფუძვლად ეს არის მითითებული. თვითონ ესენი ამბობენ უარს ევროკავშირზე და გარდა ვერბალური ნაწილისა ის რომ ღიად ამბობენ რომ ჩვენ ამ ევროკავშირში არ გვინდა და სხვანაირ ევროკავშირში გვინდა თურმე როდესმე სხვანაირი იქნება. გარდა ამისა მათი საქციელებიც მეტყველებს იმაზე რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობა. მათ ურჩევნიათ შუა აზიაში იარონ, რავი, პლოვი ჭამონ ალბათ და ჩამოართვან. ეს რა ტიპის საგარეო ვექტორია, რას დაარქმევთ თქვენ ამას? ამას არანაირი საგარეო ვექტორი არ ქვია, ის რომ შუა აზიის ქვეყნებში დადიან, ეს არ არის არანაირი ვექტორი. ამ ხალხს აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნონ მაქსიმალურად დიდხანს. და თუ იდეალურ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი მიზანი არის ეს. და როცა ასეთი მიზანი გაქვს, შეუძლებელია ურთიერთობა გქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან, სადაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლებები. ამიტომ ურთიერთობა იმ ხალხთან, სადაც მართლა სიცოცხლის ბოლომდე არიან, ხო, პრეზიდენტები და პრემიერები, სადაც არჩევნები მხოლოდ ფორმალურად ტარდება და მხოლოდ ფორმალურად ქვია დემოკრატიული ქვეყნები და არ ძალაუფლება გადაეცემათ ან მემკვიდრეობით, ან კლანებს შორის ურთიერთგარჩევით. ასეთ ქვეყანას აშენებს ივანიშვილი აქ და შესაბამისად აქვს ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვინც მათი სულის ადამიანები არიან. ამიტომ ეს ვექტორი კი არ არის. ჩასულიყო ვიქტორ ორბანს შეხვედროდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ არ ვწდები 7 ჯერ ჰქონდათ აუდიენცია ვიქტორ ორბანს და ირაკლი კობახიძეს. ხო, ვიქტორ ორბანსაც ის მიდრეკილებები აქვს, რაც აქ ივანიშვილს და კობახიძეს. უბრალოდ ვიქტორ ორბანი განსხვავებით ქართული ოცნებისგან ისეთ ქვეყანაში არის მართველი, სადაც მთლად ასე მარტივი არ არის საკუთარ ტყავზე ძალაუფლების მორგება და მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი მცდელობა ჰქონდა ვიქტორ ორბანს და ბევრი ამის გამოუვიდა და ამის გამო კრიტიკა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, უნგრეთში ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ იქ არჩევნები შეიცვალოს ხელისუფლება და ჩვენ ვიცით, რომ ვიქტორ ორბანს არ აქვს კარგად სიტუაცია უნგრეთში და რეიტინგებს თუ შევხედავთ, განსხვავებით საქართველოს და გორბის გამოქვეყნებული რეიტინგებისგან, იქ რეალურ სურათს ასახავს რეიტინგი და მომავალ არჩევნებში ძალიან გაუჭირდება მას ხელისუფლებაში დარჩენა. უბრალოდ
კიდევ ერთხელ ვიქტორ ორბანის დაახლოებით ისეთ სტილის მმართველია, როგორც კობახიძე და როგორც ივანიშვილი და სწორედ ამიტომ ნახულობენ ისინი საერთო ენას ერთმანეთთან. იგივე რაღაც პუტინის ემისრების რევერანსებსაც თუ გავითვალისწინებთ, იმიტომ კი არა რომ შეიძლება რაღაცა ივანიშვილზე მზედამთვარე ამოდიოდეთ ან ივანიშვილი აგენტი იყოს FSB-ს. უბრალოდ ისინი ხედავენ მათ მონათესავე სულებს აქ. ზუსტად იგივე მმართველობის სტილი უნდა ივანიშვილს საქართველოში, როგორც პუტინს აქვს რუსეთში. უბრალოდ ფრთები უფრო შეკვეცილი აქვს, რესურსი არ აქვს იმდენი, რამდენიც პუტინს და საზოგადოებაც არ არის, ქართული საზოგადოება არ არის, არ გავს რუსულ საზოგადოებას და ჩვენ გაცილებით მეტად უფრო რეზისტენტულები ვართ მსგავსი დიქტატორული ქცევების მიმართ. თორე განსხვავება კი არ არის, საშუალება რო ქონდა ივანიშვილს ამ რეჟიმს რაც ახლა აქვს, დაამყარებდა 12 წელს. ვიცით რის გამოც რატომ არის სანქცირებული მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების. ზუსტად წერი იქ პირდაპირ წერია იმის გამო, რომ ის აძლიერებს რუსულ ინტერესებს საქართველოში, ამიტომ არის ის სანქცირებული და როცა პროკურორი ყავდა რუსეთის ჩაშლის. პაპუაშვილი რო გამოდის და კობახიძე და დაეწყობიან და გითხარით რა გავაკეთეთ რუსულიო ამერიკის სასანქციო სიაში, მაგიტომ არის ივანიშვილი მოხვედრილი, რომ რუსულ საქმეს აკეთებს აქ. ეგ წერია. მეტი ამაზე მაღალი ვინ უნდა თქვას, ახლა მაინდა-მაინც ქართულმა სასამართლომ უნდა თქვას, ქართული სასამართლო ამას არ იტყვის და ვისაც ენდობა მათ შორის ამ ქვეყანაში ადამიანები, იმიტომ რომ ისინი არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მათი მიზანი არ არის აქ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს და ფაქტობრივ მმართველებს რაღაც იერლიყები მიაკრან, ხო? ისინი აფასებენ სიტუაციას ობიექტურად და ობიექტური სიტუაციის შეფასება არის ასეთი. ივანიშვილი და მისი ემისრები ამ ქვეყანაში აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გაძლიერდეს რუსეთის გავლენა. აი ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ და ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ზაზა შათირიშვილის ივანიშვილის პროპაგანდისტის განცხადება, პრინციპში რო ვსაუბრობთ ზაზა შათირიშვილის წერილზე, ბუნებრივია იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის წერილი, სწორედ მისი პირით ლაპარაკობს ფილოსოფოსი, პროპაგანდისტი. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ მოვლენების განვითარებას, თითქოს უკვე რაღაცნაირად ფაქტობრივად დონალდ ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლებამ Deep State-ის ნაწილად გამოაცხადა და ამ ფონზე როგორ ხედავთ თქვენ პროცესების განვითარებას ორ ქვეყანას შორის, რაღაცნაირად მკვეთრი განცხადებები ამ ეტაპზე ამერიკის მხრიდან არ ისმის, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ხო, თავიდან რომ დავიწყოთ ახლა ზაზა შათირიშვილი რა სიტყვის კი გეთანხმებით რომ იგივეა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს, იმიტომ რომ იგივე რაღაც დიდი ტექსტი ქონდა ძალიან და ბევრი ბოდო ეწერა შიგნით, მაგრამ იმ ტექსტებს შორისაც კი შეგვიძლია დავინახოთ ის, რასაც ივანიშვილი წლების წინ ლაპარაკობდა, მაგრამ ჰაქსლი ახსენა შათირიშვილმა და ცნობილი ოქროს მილიარდის თეორია, შეთქმულების თეორია, მოკლედ რომ ვთქვათ, მათი აზრით, თურმე დედამიწაზე ადამიანები დედამიწაზე შეიძლება მხოლოდ 1 მილიარდმა იცხოვროს, იქაც კასტებით დაყოფა. მოკლედ, ეს არის წინა საუკუნის ფანტასტი მწერლების საყვარელი თემა, რომელიც მე 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში იქცა რაღაც შეთქმულების თეორიად და განსაკუთრებით მთები გაშალა 90-იანების რუსეთში. ბატონ ლევან, შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რაში შეიძლება ჭირდებოდეს ეს შიდა აუდიტორია? მე არ ვიცი ზაზა შათირიშვილს ჯერ მართლა გულწრფელად ჯერა თუ არა ამ თეორიის, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს მართლა ჯერა ამისი, იმიტომ რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სხვა ქცევებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ასეთ რაღაც შეთქმულების თეორიების მართლა ჯერა. უბრალოდ ეს არის სუფთა რუსული თეორია, რომელიც 90-იან წლებში წამოვიდა და პუტინი ძალიან ხშირად ლაპარაკობს ამ რაღაც ოქროს მილიარდზე და ამის გამოსვლა არ არის, სადაც ეს არ ახსენოს. მოკლედ, ჩვეულებრივი სიგიჟია, რომელიცაც აქ ადამიანებს მართლაც ჯერათ. კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად ივანიშვილს დარწმუნებული ვარ მართლაც ჯერა ამისი. უბრალოდ ახლა რაც შეეხება ტრამპს, მათ აქვს საგარეო პოლიტიკაზე როგორ წარმოდგენა, ის რაღაც მიამიტური ბავშვი რაღაც მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს. თითქოს ახლა ტრამპი მოვიდოდა ამერიკის ხელისუფლებაში და ის წავიდოდა რუსეთთან დაალაგებდა, ეთყოდა რომ კი რა ვიცი მოურიგდეთ, დაულაგდეთ და აგერ საქართველოს თქვენი იყოს და პრობლემა არ იქნება. ამის მართლაც ჯეროდა მათ. ან უკრაინას ეთყოდნენ რომ აი შენ ახლა შეწყვიტე ბრძოლა და მართლაც ჯერათ მათ რომ ზელენსკი ვიღაცის მარიონეტია. ოღონდ მართლა გურწმენას ჯერათ. მათ შორის აქაც და მათ შორის რუსეთშიც. და ჯერათ რომ ტრამპი თუ დაურეკავდა ზელენსკის და ეთყოდა რომ შენ ახლა ომი უნდა შეწყვიტო, ომი დამთავრდებოდა, მერე ყველა მშვენივრად დაალაგდებოდა და ესენი გააგრძელებდნენ ისევ ჩვეულებრივად ყოფნას ამ ხელისუფლებაში, მათ შორის აღიარებაც იქნებოდა ტრამპის მხრიდან. ეს ასე არ ხდება. რეალურად უკრაინაში ომი, რუსეთის მხრიდან დაწყებული ომი არის უსაფრთხოების პრობლემა. პირველ რიგში ევროპისთვის და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და იმის მოლოდინი რომ ახლა ვიღაცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დარეკავს უკრაინაში და მათივე ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიაღებია
აჩვენებინებს. ზელენსკის არის ბავშვური მოლოდინი, მიამიტური მოლოდინი და აი ეს ყველაფერი ჩამოენგრათ ხუხულასავით ამათ. რო ეგონათ რომ დაალაგდებოდნენ, სინამდვილეში ვერ დაალაგდებიან. ვერ დაალაგდებიან იმიტომ, რომ ისინი რასაც აკეთებენ, რეალურად ეს არის იმ უსაფრთხოების პრობლემის გაგრძელება, რაც აქვს ევროპას, რაც აქვს ამერიკას. მათ შეგვიძლია ერთ-ერთ არგუმენტად მოუშველიოთ წყალქვეშა ხომალდების განთავსება, ხო? კი, ეს უბრალოდ ეს არის კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ტრამპს შეუძლია, მათ შორის ეს ხო არ არის რაღაც კონკრეტული ნაბიჯებით, ეს არის რაღაც თქმა უნდა ამ ეტაპზე სიმბოლური ნაბიჯია მხოლოდ, მაგრამ მათ შორის მზადყოფნას საჩვენებს ამერიკის მხრიდან. ეს არის ის ნაბიჯი, რომელზეც შესაძლოა ოცნება იყოს გახარებული. არა, გახარებული არც ოცნებაა და არც პუტინის რუსეთი, მათ შორის და პესკოვის განცხადებები ნახეთ, რომ არ გჭირდება რაღაცა ბირთვული ესკალაცია და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა შეიცვალა ამერიკაში? თუ მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ მეტი ესკალაცია არ არის საჭირო, ამ ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცვალა ის, რომ მათ შორის ისეთი კლოუნის განცხადებებზე კი როგორც არის მედვედევი, რომელსაც მართალია კლოუნია, მაგრამ ფორმალურად თანამდებობა უკავია საკმაოდ მაღალი. ამერიკის შეერთებული შტატები აძლევენ რეაქციას. მათ შორის არა დეესკალაციის მხრივ, არამედ პირიქით. თქვი რომ ბირთულ საფრთხეზე მიანიშნე, ჩვენც გიპასუხებთ ანალოგიურად. თუმცა შეხება ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე ცოტა ხნის წინაც თქვი, რაღაც მკვეთრი განცხადება შეფასება არ მოგუსმენია მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ არ ვსაუბრია მათ შორის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსაც. აი, როგორ ხსნით თქვენ ამას, მათ შორის ელჩის დანიშვნას თამარ ტალიაშვილის სახით? ხო, ტალიაშვილი მანამდე იყო ნომინირებული ამ ელჩის თანამდებობას და ეს სულთან ფორმალური ნაბიჯი იყო და მათ შორის იქ მიღებაც ვიდეოში სხვათა შორის ეს მრავლის თქვენია რომ ტალიაშვილი საერთოდ არც ჩანდა ხო? მხოლოდ მანქანა გამოჩნდა დროშით. მხოლოდ მანქანა გამოჩნდა. ეს უბრალოდ ფორმალური ნაბიჯი იყო და რაც შეეხება თვითონ ჩვენს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ჩვენს მიმართ ჩანს იმ მეგობარ აქტში, რომელსაც ჰაუსი 85%-მა დაუჭირა მხარი. მათ შორის სპიკერმა ჯონსონმა, რომელიც უახლოესი მოკავშირეა ტრამპის ადმინისტრაციის და აბსოლუტურად ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ახლა არის სენატში და იქ ამ წუთას ყავს ორი მოწინააღმდეგე, რომელიც უბრალოდ როგორც წესი, ცოტა ოდიოზური ხალხია, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ტრამპის ცნობილ საბიუჯეტო კანონსაც, იგივე რენტპოლი ეწინააღმდეგებოდა თავიდან ბოლომდე და მათ შორის ხმა არ მისცა, ამიტომ ეს კანონიც გავა, მე არ შეხება მეგობარ აქტს, ხო მეგობარი აქტი არის რეალურად ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც არ არის ამერიკის უსაფრთხოების ინტერესში. შესაბამისად, ის რომ ამ წუთას საქართველოს მიმართ არ არის რაღაცა კონკრეტულად სახელმწიფო მდივნის მხრიდან პირდაპირ განცხადებები, შეიძლება რუბიოს არ უსაუბრია, მაგრამ საქართველოზე არაერთხელ ისაუბრა მისმა პრესმდივანმა, მათ შორის შემოუთვა გზავნილი გამოუგზავნეს ივანიშვილს, რომელიც მან არ მიიღო და სენატში არის მეგობარი აქტი, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება, თუ არ მოხდება სწრაფი წესით, იქნება შემოდგომაზე და საქართველოს მიმართ იქნება იგივე პოლიტიკა, რაც არის რეგიონული პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და არ შეიცვლება არავითარ შემთხვევაში ერთადერთი შეცვლის ვარიანტი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მთავრობა შეიცვლის ქცევას და მოიქცევა ისე, რომელიც არ შეეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ რა შეიძლება იყოს რუსულ სივრცეში საქართველოს ყოფნა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები საქართველოში. და ბოლოს კითხავთ ეგრეთ წოდებული კომისიის დასკვნის შესახებაც, იქ დიდი ალბათობით საუბარი იქნება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იქნება საქართველოს ბრალეულობა დიდი ალბათობით გამოკვეთილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც იყო მთავარსარდალი. მე მაინტერესებს ეს დასკვნა როგორ შეიძლება რაღაცნაირად დააზიანოს არაღიარების პოლიტიკა ამ დასკვნამ, რა ტიპის ზიანი იქნება საგარეო ასპარეზზე ეს დოკუმენტი. ამ ხალხს არაღიარების პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს. აგერ არის სირიის შემთხვევა, როცა ჩვენ შეგვეძლო უკვე ის აღიარება, რაც სირიას ჰქონდა გაკეთებული, უკან წაგვეღო სწორი მუშაობის შემთხვევაში. მათ შორის ჩვენ მეზობლებთან სწორი მუშაობის შემთხვევაში, როცა აზერბაიჯანიდან სირიამ უნდა მიიღოს გაზი იმისთვის, რომ მოიხმაროს სირიაში, ხო? ეს ჩვენს გავლის გარეშე ვერ მოხდება და ამ ინტერესების დაცვა შეიძლებოდა სხვა ვარიანტშიც. იგივე მაგალითად, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა სირიას და შეხვდა ალ-შარას პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენ რო გქონოდა არაღიარების პოლიტიკა და ჩვენ რო გქონოდა ჩვენ მეგობრებთან სწორი ურთიერთობა, აი ეს აღიარება უკვე შეიძლება უკან ყოფილიყო წაღებული. უბრალოდ არ აინტერესებს ამ ხალხს ეგ ამბავი. რაც შეეხება ამ კომისიას, ეს კომისია ჯერ ერთი არის არაუფლებამო
შემოსილი, იმიტომ რომ არანაირი პარლამენტი ის არ არის და მართლა პარლამენტიც რომ იყოს, ოპოზიციის კვოტით იქ არავინ არ არის. ეს ერთი. მეორე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატის კომისია. ამ ხალხს საქართველოს ომის დაწყება დაბრალებული აქვს უამრავჯერ. მათ შორის წინა წელს ივანიშვილი ბოდიშს რო უხდიდა ჩვენ ძმებს, ოსებს და აფხაზებს, იქაც ამბობდა რომ აი რაღაცა deep state-მა დააწყებინა ომი მიხეილ სააკაშვილს. ხო ასე იყო. ეს ხალხი ახლა ამ ყველაფერს აიღებს და ჩაწერს ამაში. და ეს რა თქმა უნდა საქართველოს დააზიანებს. ხვალ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ის რომ ეს გადაწყვეტილება და დასკვნა მიღებული აქვს საქართველოს პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის არავინ არ აღიარებს, ხო? მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ამ წუთას ჩვენ წარმოგვადგენს ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ და სამწუხაროდ. და ეს აუცილებლად დააზიანებს ჩვენ მომავალ როგორც არაღიარების პოლიტიკას, ისე ცივილიზებულ საზოგადოებაში ჩვენს დაბრუნებას და ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ, რა უნდა ვილაპარაკოთ ისეთ ქვეყანაზე, აი რა უნდა ილაპარაკოს სხვა ჩვენზე, როცა ადამიანები საკუთარ თავს აბრალებენ ომის დაწყებას. ამ ხელისუფლებას და ამ ქვეყანაზე რანაირად შეიძლება ვინმე კაი წარმოდგენა ქონდეს. ეს არის ჩვენი პრობლემა და ეს პრობლემა ჩვენ წლები გავყვება და ამის უკან შემოსაბრუნებლად ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის.